რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის მეტყველება, ფიქრობ, ამას ყოველდღიურად ვადასტურებთ ჩვენ, თუნდაც იმიტომ, რომ კონკრეტული სიტყვებით თქვენამდე მოგვაქვს მთავარი სათქმელი ადამიანის შესახებ. მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია მეტყველების შეფასება, მისი განვითარება, მისი გამოსწორება. ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე პერიოდულად ჩვენს მეგობრებთან ერთად, რომლებიც ჩვენს გადაცემაში მოდიან და საკუთარ პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას გვიზიარებენ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები სწორედ ისინი არიან მეტყველების თერაპევტები თიკო ანთიძე და ანა შამათავა. დილამშვიდობისა, ქალბატონებო, ყოველთვის ძალიან მიხარია თქვენი სტუმრობა, იმიტომ რომ რა არის იმაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, ვიდრე ისაუბროს თავარ სასიგნალო სისტემაზე ჩვენი ადამიანებისა, მოაზროვნე ადამიანებისა, ანუ ჰომო საპიენსებისა. მე კერძო დახასიათებას არ მიმართავ, ცხადია, სახეობრივად რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის მეტყველება და განსაკუთრებით გამართული მეტყველება. მაგრამ დღეს ჩვენ მთლიანად მეტყველებაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ ვაგრძელებთ საუბრების ციკლს და ერთ წახნაგს გამოვყოფთ, წახნაგს, რომელიც რატომღაც მასაჟს უკავშირდება. ეს არის თემა, რომელიც აღმოჩნდა ძალიან აქტუალური საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, უფრო მეტიც განსაკუთრებულად იმედის მომცემი მასაჟისა და მეტყველების თემის გამთლიანება. არის თუ არა ეს მართლაც ასე? არის თუ არა შესაძლებელი, რომ მასაჟი მეტყველებას უკავშირდებოდეს? არის თუ არა მასაჟი ის ინსტრუმენტი, რომელიც მეტყველებას გამოასწორებს და საზოგადოებაში არსებული მოლოდინი ამ თემასთან დაკავშირებით გადაჭარბებული ხომ არ არის? ძალიან საინტერესო თემაა და ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ძალიან ბევრი მშობელი მოგმართავს ხოთეშორის ამ კითხვით, რომ აი რას გვირჩევთ, თქვათ, როგორ გავაკეთოთ თუ არა, ასე ვთქვათ, მასაჟი, რომელსაც ზოგიერთი სპეციალისტი თავაზობს. სამწუხაროდ უნდა ისეთი დავიწყო, რომ მეტყველების, კონკრეტულად ბგერების გამოსწორების და აქედან გამომდინარე მეტყველების გამოსწორებისთვის მასაჟი არ არის რეკომენდირებული, რადგან კვლევები გვაჩვენებს, რომ ყველა შემთხვევაში, ანუ გააჩნია ბავშვს რა სირთულე აქვს, მაგალითად თუ ეს არის კომუნიკაციის სირთულეები, თუ ეს არის ენობრივი განვითარების სირთულეები, ამ შემთხვევაში მთავარი სირთულე არ არის, ვთქვათ, მეტყველების წარმოება და აქედან გამომდინარე ამ სირთულეებთან პრაქტიკულად საერთოდ არ უნდა გამოვიყენოთ მასაჟი. და ზოგადად მასაჟის გამოყენება ხდება მხოლოდ ფუნქციურად გარკვეულ სირთულეებთან, მაგალითად ცერებრული დამბლის შემთხვევაში, თუ გვაქვს რაიმე ორგანული სირთულე, მაგალითად კუნთების მუშაობის და ვთქვათ, აი ამ მხრივ უჭირს ადამიანს ფუნქციური უნარები, ისეთი როგორიც არის კვება, ან თქვათ თავის ტვინის დაზიანების შემთხვევაში გვაქვს სირთულე თავიდან თქვათ ბგერების წარმოების დასწავლის, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაშიც როგორ ვთქვათ, რომ ბგერების პირდაპირი, ასე ვთქვათ, გამოსწორება არ ხდება მასაჟით და რატომ? იმიტომ რომ რეალურად ბგერების წარმოთქმა სჭირდება სულ სხვა მოძრაობები, ასე ვთქვათ, ბევრად უფრო ნატიფი და არა ისეთი ძლიერი და არა გამოკვეთილი, როგორიც ვთქვათ, შეიძლება იყოს რაიმე სახის მოძრაობების იმიტაცია, ხო, მაგალითად ენის მოძრაობა მარჯვნივ და მარცხნივ. ან ვთქვათ, ლოყების გაბერვა, სულის შებერვა, ეს მიდგომა არსებობდა ადრე, თუმცა თანამედროვე კვლევები გვაჩვენებს, რომ არ არის ეფექტური ან რაიმე ცალკე მოძრაობების გაკეთება იმისთვის, რომ ბგერა გამოსწორდეს, ან ვთქვათ, მექანიკური მასაჟით რაიმე ბგერის გამოსწორება. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ის კონკრეტული მოძრაობები, რომელიც ანკამ დაასახელა, იმიტომ რომ ცხადია, ესეთი გლობალური მასაჟი არ არის დაკავშირებული მეტყველებასთან, თუნდაც საზოგადოების წარმოდგენაში. იგულისხმება კონკრეტული აქტივობები და კონკრეტული ტიპის მასაჟები, რომელიც რატომღაც ითვლება ჯერ კიდევ რომ მეტყველებას წაადგება. ის რომ მტკიცებითი მიდგომები არის ყველა სფეროში და მათ შორის მეტყველების თერაპიაში, ამაზე აღარავინ დაობს. მაგრამ არის თუ არა რისკები, რომ ამ მოძრაობამ პირიქით გაუარესოს სურათი, ან პრაქტიკულად დაგვაკარგვინოს დრო, ამის რისკები არსებობს თუ არა?
ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის. რაც შეეხება დროის დაკარგვას, ნებისმიერი როგორც ექიმები, ასევე თერაპევტები მივმართავთ ყველაზე მნიშვნელოვან და ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობთ არ-ავნო პრინციპით. მაშინ, როდესაც ჩვენ ვთავაზობთ მასაჟის თერაპიას, იმიტომ რომ ბავშვმა მეტყველება დაიწყოს, ამიტომ ჩვენ დროს ვაკარგვინებთ მას. ან შესაძლოა მისთვის იმდენად უარყოფითი დამოკიდებულება იყოს და ეს პროცესი ზოგისთვის არ არის სასიამოვნო პროცესი, იმიტომ რომ პირის ღრუში რაღაც ასე ვთქვათ, არც ისე სასიამოვნო პროცედურები შეიძლება ხდებოდეს. ამან შეიძლება ბავშვზე უარყოფითად იმოქმედოს და საერთოდ აღარ მოუნდეს მას საუბარი, ან შეიძლება მისთვის ჩვეულებრივი იყოს, უბრალოდ რადგან ამ მიდგომას არანაირი შედეგი არ მოაქვს, ამით ვაკარგვინებთ ზუსტად იმ კრიტიკულ პერიოდს, როცა შეიძლება სხვა თერაპიულმა მეთოდმა უფრო უკეთესად იმუშაოს და უფრო უკეთესი შედეგი მოგცეს. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ხშირ შემთხვევაში ჩვენს პრაქტიკაში ზუსტად აი ამ რთულ შემთხვევებს ხვდებით ხოლმე, როცა გაცილებით უკვე რთულ, ანუ გვიან მოდიან ხოლმე და გვიან მოგმართავენ. თუმცა როგორც ანკამ აღნიშნა, ესეც მინდა ვთქვა, რომ გააჩნია სირთულეს. როდესაც ბავშვს არ აქვს არანაირი ბგერა და მას კომუნიკაციაც კი არ უნდა, აქ მთავარია კომუნიკაციაზე მუშაობა და ენობრივ განვითარებაზე მუშაობა, იმიტომ რომ მოტორული ნაწილი ზოგიერთ დიაგნოზების შემთხვევაში არის მეორე ხარისხოვანი. და ენის მოძრაობაც შეუძლია ვთქვათ ბავშვს და დამორჩილებაც ფიზიკური გაგებით, მაგრამ მას არ აქვს კომუნიკაცია სრულფასოვანი და შესაბამისად მეტყველებას კომუნიკაციისთვის არ იყენებს ართავს, ხო? ამას გულისხმობ. კი, ერთი არის რომ ბავშვები უშუალოდ მეტყველებას არ იყენებენ კომუნიკაციისთვის და იყენებენ სხვა გზას და აი აქ როდესაც ჩვენ პრიორიტეტად გვაქვს მოტორული აქტივობა და ასე ვთქვათ მოტორულად ასე ვთქვათ ვცდილობთ რომ კომუნიკაცია დავამყარებინოთ მასაჟის მეშვეობით, რა თქმა უნდა კომუნიკაციასაც კი ასე ვთქვათ ზიანს ვაყენებთ ამით და კომუნიკაციის სურვილს კიდევ უფრო უქრობთ ბავშვს, ესე რომ შევხედოთ. როდესაც ჩვენ საუბრობთ მეტყველებაზე, შესაძლოა მასაჟის თემას ეს არ მიესადაგება და შესაძლოა კი არა, ნამდვილად არ მიესადაგება. ჩვენ ვისმენთ ყველაზე გავრცელებულ კითხვებს. ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო საკითხი არის ოჯახის დამოკიდებულება და მშობლების დამოკიდებულება მეტყველების ხარვესთან. ძალიან ხშირად გვხვდება თქვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში მე დარწმუნებული ვარ, როდესაც გაქარწყლება ხდება პრობლემის და არის მინიშნება, რომ ასე იყო ოჯახის ყველა წევრი, დედაც ასე იყო, მამაც ასე იყო, ბიძაც ასე იყო და ასე შემდეგ. ხდება პრობლემის გადავადება, პრობლემის გადაჭრის გადავადება და ერთ დღეს, როდესაც სახლში პატარა საყვარელი არსება თავისი განსხვავებული მანერით ცდილობს ჩვენთან ურთიერთობას, ეს მდგომარეობა ბევრად უფრო სერიოზულად გვეჩვენება, ვიდრე მანამდე იყო. რატომღაც ეს პერიოდი ბაღშიც კი არ დგება ხშირ შემთხვევაში და ახლა მე უნდა გადმოგცეთ მშობელთა კითხვა და თხოვნაც ამასთან დაკავშირებით იმ მშობლების, რომელთა შვილები არიან უკვე წინა სასკოლო ასაკში და იმ მშობლის დაფიქრება იმ თემაზე, რომ ამ ხარვეზებით და არის თუ არა ეს ხარვეზი უკვე თქვენი შესაძლებელია უნდა წავიდეს სკოლაში ბავშვი, სადაც შეუდგება სხვა თანატოლებთან ერთად სწავლას, სადაც მეტყველება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება, ეს კიდევ უფრო საყურადღებო აღმოჩნდა იმისთვის, რომ მშობლებმა სწორედ ამ ეტაპზე დასვან ეს კითხვები. არის თუ არა გასათვალისწინებელი ახლა, როდესაც ზაფხულია. ძალიან ბევრი მშობელი სასკოლო სეზონისთვის ამზადებს თავის შვილს და კრიტიკულად უყურებს მის მდგომარეობას, კრიტიკულად აფასებს მის მეტყველებას. რა არის ის ხარვეზები, რომელიც ოჯახს არ უნდა გამორჩეს, მიუხედავად ბავშვის ასაკისა და განსაკუთრებით წინა სასკოლო ასაკში? ყველაზე მთავარი არის ლექსიკური მარაგი. როგორ შეესაბამება ლექსიკური მარაგი ასაკს? ანუ რამდენი სიტყვა იცის ბავშვმა მარტივად? რამდენად მრავალფეროვანი არის მისი სიტყვათა მარაგი და რამდენად აქტიურად იყენებს ამ სიტყვებს. შემდგომ მოდის წინადადებების შედგენა. ანუ რა ტიპის წინადადებებს იყენებს ბავშვი? ეს არის მოკლე წინადადებებს, თავს არიდებს რაღაცის თხრობას და ვთქვათ გრძელი წინადადებები და ნელ-ნელა მივდივართ აი თხრობის უნარზე. რაც იმას ნიშნავს, რომ აი რაღაცა მოვლენა მოუყვე ქრონოლოგიურად ყველანაირი წესის დაცვით, არ გამომჩეს არაფერი, არც პერსონაჟი, არც მოვლენა, არც ქმედება და ასე ვთქვათ, ერთიანად შევკრათ რაიმე ამბავი. ეს არის ყველაზე პირველი გადამწყვეტი ნაწილი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. დაუშვათ ეს პრობლემები არის. და აი ახლა თიკოს ფრაზების შემდეგ
მშობელი კრიტიკულად აფასებს თავის შვილის მეტყველებას და აღმოაჩენს, რომ არც თუ ისე ბევრი სიტყვა იცის, მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის არის, თითქმის 6 წლის არის. მაგალითად აღმოაჩენს, რომ ამ სიტყვებს ერთად წინადადებაში კარგად, შინაარსობრივად ვერ უყრის თავს. არ შეუძლია ამბავი გამართული სიუჟეტური კარგით, აი როგორც თიკომ აღწერა, მოგვიყვეს. თუნდაც მოკლედ, მაგრამ ამბავი მოგვიყვეს. ეს არის მინიშნება იმაზე, რომ მეტყველების თერაპია დასაწყებია და ეს დაგვიანებული ხომ არ არის? იცით რა, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ვიცით ყველა სფეროში ადრე მიმართვა. თიკომ ახლა რაც აღწერა, ეს არის პრაქტიკულად მთელი ენობრივი განვითარების საფუძველი და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, სასკოლო უნარისთვისაც და ყოველდღიური ბავშვის კომუნიკაციისთვის. ასევე დავამატები, რომ მეტყველების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის მეტყველება, ის თუ რას ყვება, არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ გარჩევადი იყოს ჩვენთვის. გვესმოდეს, თქვათ, რას ლაპარაკობს კონკრეტულად. განსაკუთრებით სოციუმში რო შედის ბავშვი. რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი, თქვათ, ბგერის გადანაცვლებები, ბგერის ამოგდება, ან თქვათ, აი რასაც ვეძახით ხშირად არ არის ბგერა ბოლომდე გამოხატული, ხო? ზოგჯერ ჩლიფნის, რასაც უწოდებენ. ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში თუ შესაძლებელია ცალკეული ბგერა არ იყოს ბოლომდე ჩამოყალიბებული, მაგრამ მთლიანობაში მისი მეტყველება, მისი საუბარი უნდა იყოს გარჩევადი მსმენელისთვის, როგორც შინაარსობრივად, ასევე ბგერების თვალსაზრისით. იმიტომ რომ ბგერების აი ამ ფონოლოგიურ ნაწილს ვიხმარ ამ ტერმინს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ბგერებს, რანაირად შემიძლია ეს ბგერები მე დავალაგო უკვე წინადადებაში, რანაირად შემიძლია რითმა გამოვყო, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა უკვე წერა-კითხვის დასწავლისთვის. ამიტომ აი ამ ენობრივ ნაწილს პრაქტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს სასკოლო წარმატებისთვის და შემდგომი, ვთქვათ, განვითარებისთვის. და რაც უფრო ადრე მიმართავს სპეციალისტს, მით უფრო ადრე იქნება აღმოჩენილი თუ არის რაიმე სირთულე. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეხეთ თქვენ ახლა ქალბატონებო საუბრისას და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვი მიდის სკოლაში. ბავშვი სკოლაში მიდის რასაკვირველია სწავლა-განათლებისთვის, მაგრამ იმისთვის, რომ სოციუმის ნაწილი გახდეს და სოციუმთან ურთიერთობაში ადაპტაცია ისწავლოს. და აი აქ როგორი იქნება მისი წარდგენა, როგორ მიიღებენ მას თანატოლები, ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ პედაგოგმა გაიგონა და მოისმინა, არამედ როგორ დაიმახსოვრეს ეს პატარა თანატოლებმა. და მისი მეტყველების ხარვეზი აქ შეიძლება იყოს ძალიან ხელშემშლელი და ზოგჯერ ბულინგის საფუძველიც, როდესაც ბავშვი გამოუსწორებელი მეტყველების ხარვეზებით, ანუ მეტყველების გამოუსწორებელი ხარვეზებით, უფრო სწორი იქნება ამგვარი ფორმულირება, აღმოჩნდება სკოლაში. რა თქმა უნდა, მშობელს მერე ეს უკვე ძალიან აღელვებს. მშობელი ძალიან ღელავს იმასაც, რომ ბავშვს ასეთი ზეწოლის ქვეშ კიდევ უფრო უჭირს გამოსწორება. ამიტომ ყველაზე ოპტიმალურ ასაკად არის განსაზღვრული რაღაცა პერიოდი ბავშვის განვითარების, როდესაც პირველად უნდა მივაქციოთ ყურადღება მეტყველების ხარვეზებს, როდესაც პირველად ჩნდება ეს ტენდენცია, რაზედაც ანკა საუბრობდა, მაგალითად ბგერების წანაცვლების, ასოების წარმოთქმის და ასე შემდეგ. რომელი არის ეს ასაკი, როდესაც ჩვენ კი არ უნდა დავაგროვოთ ეს პრობლემები სკოლისთვის და სკოლაში წასვლამდე, არამედ ეტაპობრივად გამოსწორდეს თუნდაც, ან ადრეულად დავიწყოთ. არის ასეთი ოპტიმალური ასაკი, როდესაც ჩვენ ამ საკითხებს მიმართ მადრე, მაგრამ უკვე უნდა გამოვიჩინოთ ყურადღება. Ну, პრინციპში მე ვიტყოდი, რომ როდესაც რაღაცას შეამჩნევენ, თქვათ, ხშირად არის რომ მშობელს უფრო აწუხებს, თქვათ, ვიდრე ბავშვს, იმიტომ რომ ბავშვს იმ ეტაპზე არ აქვს შემჩნეული, ხო, ეს კარგია, იმიტომ რომ მომართლიანობა იზრდება. რა თქმა უნდა, უბრალოდ სადღაც 4 წლისთვის როგორ არის გააჩნია, აი ალბათ გამოვყოთ რა სირთულეა რა რომ მიყვეთ თავიდან აი 2 წლიდან 2 წლის ასაკში რაღაცები უკვე შესამჩნევია პირობითად როდესაც უნდა კონდეს ბავშვი ლექსიკურ მანაგში დაუშვათ 100 სიტყვა და არ არის 100 სიტყვა იმიტომ რომ მე შემდგომ რომ ვკითხულობთ უკვე როდესაც მომართვიანობა არის 4 წლის და 5 წლის ასაკში უკვე
ვკითხულობთ, რა პირველი სიტყვები როდის იყო, რამდენი ქონა პირველი სიტყვა, იქ აღმოვაჩენთ, რომ იქ ასე ვთქვათ, ადრეული ასაკიდანვე რაღაცა ისე ვერ მიდიოდა, როგორც საჭირო იყო. ნახეთ, თავიდან ბავშვები ლაპარაკს რო იწყებენ, რაღაცა ტიპის შეცდომები, რაც ანკამ ახსენა, რომ აი ბგერების ჩანაცვლება გადანძა, ბუნებრივი პროცესია, როგორც კი ლექსიკური მარაგი იზრდება, ეს შეცდომები ნელ-ნელა მცირდება. თუმცა 4 წლის ასაკში, თუნდაც 3 წლის ასაკში, როდესაც ბავშვი საუბრობს და მისი საუბრის დაახლოებით 80% უცხოსთვის გაუგებარი არის, ანუ ვერ ხვდებით რას ლაპარაკობს ბავშვი, ის უკვე ყურადღება მისაქცევი არის, აი 3 წელი რო და არ უნდა დაველოდოთ წინა სასკოლო პერიოდს და არც 4 წელს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი თქვენი სწორობა. ხომ არაფრის ცოტა დრო გრჩება, როდესაც დაგვიანებულია მომართვა 4 წლის ან 5-ის მოდის ბავშვი, სადღაც ნუ როგორც ვიცით 6-7 წელი არის პირველი სასკოლო პერიოდი და ასე ვთქვათ ამ უნარების განვითარებისთვის არ გვაქვს საკმარისი დრო, რომ ყველაფერი ისე წარმართოთ, რომ სკოლაში შევიდეთ, ასე ვთქვათ, ბრთაგაშლილი. ამიტომ რაც უფრო ადრე აღმოვაჩენენ და დაფიქრდებიან, თუნდაც შემოწმების მიზნით უმჯობესია, რომ დროზე მიმართონ სპეციალისტს და მე უფრო მშვიდად შეუდგნენ სკოლის გზას. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონებო, დღევანდელი სტუმრობისთვის. მადლობა, რომ მოგვეცით საშუალება ერთი მხრივ საზოგადოებაში არსებული კითხვა მასაჟის როლზე პასუხგაუცემელი არ დარჩენილიყო და ამავე დროს გაგვეცა იმ კითხვებზეც პასუხი, რომელიც აქვთ მშობლებს სასკოლო დრო მომზადებენ ახლა შვილებს და ყველა ფაქტორს კრიტიკულად აფასებენ, რა თქმა უნდა, მეტყველებას. მაყურებელ შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებოდნენ მეტყველების თერაპევტები ანა შამათავა და თიკო ანთიძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. კვებითი შუქნიშანი და სამფერი რეკომენდაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ თემაზე საუბარი, როდესაც ვითვალისწინებთ ჩვენს სასიგნალო სისტემას, ჩვენს მეტყველებას. დიახ, ჩვენ ადამიანები ერთმანეთთან სიტყვებით ვამყარებთ კომუნიკაციას, განსხვავებით იმ პირველადი სასიგნალო სისტემისა, რომელიც სხვა ბიოლოგიურ ორგანიზმებთან გვაკავშირებს ღმუილის, ბღავილის, კივილის სახით. დიახ, ჩვენ ვირჩევთ სიტყვას, მაგრამ იმისთვის, რომ მეტყველება იყოს სრულყოფილად განვითარებული, ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი სისტემის სრულყოფილი განვითარება და უპირველეს ყოვლისა ნერვული სისტემის, თავის ტვინის განვითარება. არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ იმ კუნთური აპარატის წვრთნა გავარჯიშება, რომელიც უზრუნველყოფს გამართულ მეტყველებას. ძალიან ბევრი ფაქტორია პირის ღრუს ჯანმრთელობიდან გასათვალისწინებელი, რომელიც განაპირობებს გამართულ მეტყველებას და ასე შემდეგ. როგორც თავად დარწმუნდით, შეიძლება გრძელი ნუსხა აღმოვაჩინოთ იმ მიზეზებისა, რომელიც შეაფერხებს მეტყველებას და პირიქით, ამ მიზეზების არარსებობა უზრუნველყოფს გამართულ მეტყველებას. ამ მიზეზებზე არ ვსაუბრობ დღეს ჩვენ და არც ამ მიზეზებთან მისადაგებულ კვებაზე. მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ზოგადად ჯანმრთელობისათვის საჭირო ყველა კომპონენტი წაადგება გამართულ მეტყველებას. და თუ ჩვენს ჯანმრთელობას სჭირდება თეფშის პრინციპით აწყობილი რაციონი, როდესაც ყველა ჯგუფის პროდუქტი არის გათვალისწინებული, დიახ, თეფში არის ბავშვის ზოგადი ჯანმრთელობისათვის, ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობისათვის და მათ შორის მეტყველებისათვის. მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებო გახლავთ კვებისა და მეტყველების დაკავშირება, რადგან კვების არასრულფასოვნება, არასწორად არჩეული კვების მოდელი შეიძლება აუარესებდეს მეტყველებას და პირიქით, მეტყველების თერაპიის, მეტყველების გამოსწორების გარეშე დაზარალდეს ყლაპვა, კვება და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ ამ ურთიერთკავშირზე ვსაუბრობთ, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ ეგრეთ წოდებული უკიდურესად დაქუცმაცებული, დაბლენდერებული საკვების წლების მანძილზე უწყვეტ რეჟიმში გამოყენება. ძალიან ბევრი მშობელი ოჯახი თვლის, რომ ასე უკეთეს პირობებს უქმნის საკუთარ შვილს, მაგრამ სწორედ დაბლენდერებული საკვების სისტემატური გამოყენება შეიძლება აღმოჩნდეს ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ მეტყველების ჩამოყალიბება შეფერხდეს და სრულფასოვანი გამართული მეტყველება იყოს მუდმივად ხარვეზებით გამორჩეული. აი ამ
შემთხვევაში საკვები პროდუქტებიდან განსაკუთრებული როლი ენიჭება ყველა იმ პროდუქტს, რომელიც კარგად დაქუცმაცების ღეჭვის წინაპირობას გვიქმნის და ამ დაქუცმაცება ღეჭვაში იგულისხმება მოკბეჩაც, გადანაცვლება საკვების მასისა წინაკბილებიდან უკანაკბილების მიმართულებით, პირის ღრუს სხვა სტრუქტურების ჩართვა იმაში, რომ საკვები ლუკმა ვაქციოთ მცირე ზომის ნაწილაკება და შემდეგ აქედან მიღებული გუნდა საყლაპავში გადავისროლოთ. ამ ყველაფერს უზრუნველყოფს ენაც, ლოყებიც, კბილებიც და მრავალი სხვა კომპონენტიც, ამიტომ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტულად საკვების ჯგუფებზე, მაგალითად აირჩიეთ ნედლი, ბოსტნეული და ხილი ბავშვებისთვის. ნედლი, ბოსტნეული და ხილი, რომელიც მნიშვნელოვანია თავისი რისკებით შევაფასოთ, მაგალითად სისტემატურად ტკბილი ხილის გამოყენება წვენების სახით, ბოსტნეულის გამოყენება წვენის სახით, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს არჩევანი შობლისა ბავშვის სასარგებლოდ, მაგრამ როგორც ირკვევა თლიან მასას პროდუქტისა, რომელშიც გარდა წვენისა არის რბილობი, უამრავი ნივთიერება დაშლის გარეშე, მექანიკური დაზიანების გარეშე და უპირველეს ყოვლისა მცენარეული ბოჭკო დიდი რაოდენობით ბევრად უფრო წაადგება ჩვენ შვილებს, თუ ამ პროდუქტების მიღების რაიმე სხვა დაბრკოლება არ აქვს. არადა სწორედ ჩახრამუნება ამ პროდუქტების მოკბეჩა, დაქუცმაცება, პირის ღრუში გადაადგილება და შემდეგ ერთგვაროვან მასად ქცევის შემდეგ საყლაპავში გადასროლა არის ის პროცესი, რომელიც თითქოს კვებას უკავშირდება, მაგრამ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბავშვის სწორი მეტყველების ჩამოყალიბებაში. ამიტომ მშობლებს, როდესაც არჩევანი აქვთ გასაკეთებელი, დავუბლენდეროთ, თუ ნედლის სახით მივცეთ მთლიანი პროდუქტი, არჩევანი გავაკეთოთ სწორედ მთლიანი პროდუქტების სასარგებლოდ, რადგან ეს არა მხოლოდ კვებას, კბილებს და პირის ღრუს წაადგება, არამედ ბავშვის მეტყველებასაც. შესაბამისად, თუ რაიმე წაადგება მეტყველებას, ეს უპირველეს ყოვლისა, ეს არის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი ბავშვის განვითარებისათვის. მე სწორედ ამას გისურვებთ ყველას და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, რასაკვირველია. ნახვამდის.